დიაში ახლა მოვიწვევ პოლიტიკოს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი უპასუხებს გადაცემა კომენტარის კითხვებს. მას საერთოდ პირველ რიგში ვილაპარაკებთ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია. თქვენ როგორ ახსნით აი ამ გადაწყვეტილებას? ზოგადად ქვეყნის რა მოდელს თქვათ გვისახავს ქმნის ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ბაჩიაშვილის გარშემო? დიდი ალბათობით ხო პრინციპში ვიცით რომ პროკურატურა ამბობს რომ მან ბაჩიაშვილმა აღიარა დანაშაული, ზიანი აანაზღაურო და ამის შემდეგ უკვე მას მოიხსნა ყველანაირი სასჯელი, არა მარტო მას, მისი ოჯახის წევრებსაც. მოგესალმებით მიესალმებით მაყურებელს. ბაჩიაშვილის საქმე ძალიან სიმპტომატურია ზოგადად, იმიტომ რომ ეხლა ქვეყანაში რომ ნორმალური სასამართლო იყოს, ეს დავა ჩვეულებრივად რაღაც ისე დამთავრდებოდა, რომ მინიმუმ გასაგები იქნებოდა ჩვენთვის. და ამ ქვეყანაში მithmedes როცა ასეთ დიდ ფულზეა საუბარი თუ ასეთ სპეციფიკურ ადამიანებზე მოწმობა აქვთ ხელისუფლებაზე, საბოლოოში მარტო ბიზნესმენი არის საჯული ასე გამოდის და ასეც გამოვიდა როგორც ჩანს ბაჩიაშვილი რასაც შეუთანხმდა ივანიშვილს და შეთანხმება დეტალების იდეაში არ ვიცით ახლა საბოლოოში რა და როგორ, მაგრამ არა სასამართლო აქ გაწმის მიმღები, არა პროკურატურა, არამედ ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ქვეყანას სამდენი ძალიან მართავს. იგივე სინდისის პატიმრები, დაზიანება, ზიანი, რომელიც თითქოს ხელისუფლებას სახელმწიფოს მიადგა 500 ლარი, მათაც არაერთხელ გამოთქვეს ეს მზაობა, ხო, გადავიხდით ამ 500 ლარს, 1000 ლარს რაც არის, თუმცა არა ამ შემთხვევაში, აი შედარებისთვის ესეც საკმარისია წარმოსადგენად თუ როგორ ვითარებაში იმყოფება იგივე მართსაჯულების სისტემა. შეიძლება ბევრჯერ არის ხოლმე ნათქვამი, რომ აი ხა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, მაგრამ ის შემთხვევა რომ ამორჩევა დაინახოს ქვეყანაში სასამართლო როგორც ასეთი არ გვაქვს. და ნუ ეხლა ვიღაცამ შეიძლება ბაჩიაშვილიც დაინახოს ეს საქმე, ვიღაცამ შეიძლება მომიტინგეების პროცესები და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოოში ეს რაღაც ესეთი გლობალური პრობლემაა, იმიტომ რომ ეს ეხლა არ გაშინელა დიდი ხანი არსებობს და რასთან საზოგადოებაში არის კაფიოდ დაკვეთა, იმიტომ რომ აი სანამ პირდაპირ არ დაეჯახება ადამიანი ამ რაღაცას, ის ვერ გზნობს, რომ ეს სასამართლოშია თავარი პრობლემა. იმიტომ რომ აი ელემენტარულად რა ვიცი, მეზობელთან დავაც რომ შეიძლება გქონდეს, იმისთვისაც სასამართლო გჭირდება. მაგრამ ბიზნესმენები ეხლა ბაჩიაშვილი გასაგებია სპეციფიკური სიტუაცია, მაგრამ ბიზნესმენების კი რომელიც დიდ თანხებს ერთმანეთს ედავებიან, საბუნებაში მიდიან და ლაგდებიან რაღაცნაირად. იმის ნაცვლად რომ უბრალოდ სასამართლოში წავიდნენ და ეს ყველაფერს აფუჭებს საბუნებაში ამ ქვეყანაში. და ასევე კითხავთ გუშინ თავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით, ითქვა რომ ნუ დააკავეს ელისო კილაძე და ბრალი წარედგინა მათ შორის ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც ასევე თქვათ აქვს ბრალი წარდგენელი სხვა საქმესთან დაკავშირებით. თქვენი შეფასება როგორი იქნება ამ საკითხზე? რეალურად რა არის მიზანი ამ ყველაფრის? ვიცით რომ ასევე ბრალი წარუდგინეს ამ კონცენტრებთან დაკავშირებით ძმებ მიქაცეებს. თქვენი აზრით რა არის ამ ყველაფრის მიზანი? ნუ ელისო კილაძე სპეცსამსახურიდან თამაშობდა და შეიძლება არაფერი გასაკვირი არ ყოფილიყო, მაგრამ ზოგადად ამ კონცენტრების საქმე ზამოსთავად გამოიყურება, იმიტომ ბოლოს და ბოლოს გასაგებია შეიძლება დაეჭერო ორგანიზატორი. მაგრამ ზოგადად რაც ვიცით, ყოველთვაში არის რომ ათასობით ადამიანი ამაში ჩართული. და ერთ ადამიანს რომ დაეჭერო, ორ ადამიანს დაეჭერდა, კიდე 500 არ დაეჭერ, ერთ-ერთი ეჭვება რომ უბრალოდ პატრონი შეუცვალეს. ერთი ადამიანის კონცენტრი იყო, ისინი დაიჭირეს, მოხსნეს და სხვა ადამიანს გადააბარეს. და ეს რომ რაღაც დიდი ხანი ამდენი გრძელდება, არის უკვე 10 წელი ამაზე საუბარი მიდის ამა თუ იმ ფორმით. ხო, აი პროკურატურამ თქვა უშუალოდ ამ საქმეზე, რომ 2023 წლებზეა ლაპარაკი, მათ შორის ლილუაშვილის სახსრება. ხო, რამდენი ხანია ეს ზოგადად ამაზე დისკუსია მიდის და თუ ამდენი წელი მიდის ეს ბიზნესი, რამდენი ადამიანი იქნებოდა ჩართული, ნუ თუ აი მინიმუმ ისიც ხო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალგაზრდები რომ თაღლითობაში არიან ჩართული და ფულშოულობენ, ეს ხო უნდა გამოაშკარავდეს. კაი, შეიძლება არ დაიჭირო ეს ადამიანი რაღაცის გამო, ყველა სხვა ჩასობოს და ციხეში, მაგრამ უბრალოდ ხალხმა რო იცოდეს, რომ ჩვენი ახალგაზრდები თაღლითობით შორობენ მასობრივად ფულს. ეს სერიოზული პრობლემაა სიამდვილეში, პოლიტიკური გენერის როგორზე გადავდოთ. და მინიმუმ ამისთვის ღირს რომ, რა ვიცი, სახელი და გვარები ვიცოდეთ ადამიანების, ვინც ამას აკეთებს. და ამის ნაცვლად უბრალოდ რაღაც მოძიება ჟურნალისტური რო სადაც გამოვლინდა რამდენი ადამიანი ახალგაზრდაა ჩართული, რომელი უნივერსიტეტებიდან მაგალითად. ხო საინტერესო უბრალოდ, აი რომ დავინახოთ რა მასშტაბის პრობლემა გვაქვს. ამას გავაკეთებდი ალბათ, ხო, თუ პრობლემის აღმოფხვრა მინდა და თუ უბრალოდ ვიღაცის დასჯა მინდა, მაგრამ ღარიბაშვილის ხალხის ან რომელიღაც რა ვიცი კრიმინალური დაჯგუფების და შემდეგ. ნუ მაშინ დაახლოებით ასე მოიქცეოდი, როგორც ახლა აკეთებ.
კი ბატონო და კიდევ ერთი თემა, რაზეც თქვენი შეფასება მინდა მოვისმინო, ეს ეხება ფასების კომისიას. დღეს პარლამენტის შენობაში ეს მორიგი სხდომა გაიმართება ამ კომისიის. იქ წინა სხდომაზე ითქვა, რომ საერთაშორისო კომპანია უნდა მოიწვიონ შესასწავლად. თქვენ როგორ უყურებთ პერსპექტივაში აი ამას? ეს რაღაცნაირად არის იმიტირებული პროცესი თუ რაღაც ეტაპზე ჩვენ ვიხილავთ ფასების შემცირებას და როგორი არის თქვენი თქვათ ხედვა პერსპექტივაში, როგორ უყურებთ ამ თემას? ეს ძალიან სასაცილო ეს ტელეკომისია, წარმოგიდგენთ რომ რაღაცნაირად გამოდის რომ deep state თხოვენ ეხლა რომ შეისწავლონ ფასნამატი, რა ვიცი, ორი ნაბიჯის რაღაცნაირად ეს უცნაური კონსტრუქცია დაალაგდა. და რა თქმა უნდა, უბრალოდ არაფერში არის რომ პარლამენტარები ბუღალტერიაში იკეკებოდნენ. პარლამენტარებმა უნდა იფიქრონ კანონებს. და რა კანონი უშლის ხელს მაგალითად კონკურენციის განვითარებას? რა კანონი უშლის ხელს რომ ეროვნულ ბანკზე იყოს ზედამხედველობა და რა 7 მილიარდი ლარი რო დაბეჭდა წინა წელს ეროვნულ ბანკმა, აი ეს არ განმეორდეს, რომ 7 მილიარდი 27 რო იყო და 34 რო გახდა ერთ წელიწადში. ხო გასაგებია რომ აუფასურებს ლარს და შედეგად ფასები იზრდება, მაგრამ ამაზე კონტროლი რო არის, რა კანონი უშლის? პარლამენტარი ხო ამით უნდა იყოს დაკავებული და ზიან ანხელა ხალხი და არჩევენ რაღაც კვერცხი ამდენად თეთრად იყიდეს, ამდენად გაყიდეს და აი უბრალოდ ეს სასაცილო არის. აი კარგად აჩვენებს რომ შეუსაბამოა პარლამენტი რომ პარლამენტია არის, იმიტომ რომ ვიცი შეიძლება იყოს რაღაც ესეთი კლუბი, ინტერესების კლუბი, სადაც ხალხი შეიკრიბა და არჩევენ ფასნამატს რაღაცაზე. პარლამენტარები წესიერ ქვეყანაში ბუღალტერით იყვნენ დაკავებული. ეს დღესასრიგის ნაწილია იმ პროპაგანდისტული მედია საშუალებებისთვის და ასე შემდეგ, ასე უყურებთ. იცით, ჩემთვის ეს შესაძლებელობა იმას რაც წლებია ვლაპარაკობ თუნდაც ეროვნული ბანკის თავგასრულობაზე, რომ უბრალოდ რაღაც ხალხის ყურადღება მიიპყროთ. მithumedes პრემიერ ლაპარაკოს ამაზე უფრო მეტი ყურადღებაა. მაგრამ ეს პრობლემა ხო დიდი ხანია არსებობს. ანუ ყველა გამოკითხვაში ინფლაცია რაღაც პირველი თუ არა მეორე ყოველთვის იყო. ხოჩოი კობახიძე ახსენეთ გუშინის პარლამენტში გამოვიდა სიტყვით და ახსენა პირველ რიგში აღიარა დემოგრაფიული პრობლემები, თქვა რომ ეს პრობლემა, თუმცა თქვა რომ ეს ლიბერალური მსოფლმხედველობის ბრალია და არა სოციალურიო, ამ მიმართულებით ნაბიჯებიც უნდა გადავდგათო. აი რაღა ეხა ვიცი რას გულისხმობდა ამ ლიბერალურ მსოფლმხედველობაში, მაგრამ ის რომ ეკონომიკური მდგენელი აქვს ნაკლები, ეს ზოგადად ასეა, იმიტომ რომ მართლა სოფლიოში შობადობის ვარდნა სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური მაჩვენებელია და ვერ დააბრალ ევროპის ეკონომიკური კრიზისი აქვს, მაგრამ ზოგადად აი ეს პრობლემები რომ ამაზე საუბარი კარგია. მაგრამ პრობლემა მეგონი უფრო ოპოზიციის ხარეს არის ის რომ ჩვენ არ კონცენტრირდებით, აი ბოლომდე არ მიყავს ეს ამბავი. აი რომ დავიწყოთ ფასებზე ლაპარაკს. ყველა ხედავს რომ ეხა ეს კომისია იქნება თუ ზოგადად ყველაფრის ინიციატივა, აი ყველაფერში გარღვევა აქვს და არგუმენტები არ ყოფნით, მაგრამ მე შემოაგდებენ რაღაც სხვა თემას, თუ დაინახავენ რომ ეს თემა რაღაც არ წავიდა კარგად და ყველა გადავერთვებით იმ თემას. ხო და აი მეგონი ეს პრობლემაა რომ იგივე საინფორმაციო დღის წესრიგი ახლა რაღაცნაირად იქნება შტაბ-ჭდილება რომ მათ უკავიათ ეს დღის წესრიგი და მუდმივად. შევიდა ასეა დიდი ხანია და ჩემი აზრით აი ფასები კარგი მაგალითია, როცა აი არანაირი შანსი არ აქვს, იმიტომ ფასები ხო არ დაიწევს, ყველას გვესმის. ელემენტარულად სამ ეროვნულ ბანკს არ უშველით, არაფერი არ მოეშველება ფასებს ამ ქვეყანაში. და ამიტომ ოპოზიცია გამარჯვებული იქნება. თუ დისკუსიაში უბრალოდ თავარია რომ მე არ გადაერთოს სხვა თემაზე. და ჩვენ თუ ამ თემას გავაგრძელებთ, ჩემი ერთი რაღაც ან ჩვენი პარტიის დაიწყება არ იქნება ამის საკვარისმენად. ზოგადად თუ გავაგრძელებთ და ბოლოს ავის გავა ერთი წელი და ვეთქვით კობახიძეს, ფასები ხო გაიზარდა. თუმცა იქამდე სანამ ოპოზიციამ ამაზე ლაპარაკი უნდა დაიწყოს, ბევრად სხვა პრობლემებიც არის მოსაგვარებელი, თუნდაც ის რომ ერთმანეთთან მისასვლელი გზები იპოვონ და ერთმანეთთან დაიწყო ლაპარაკი. ვიდრე მოცნების წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ გავრცელდა სხვა შორის ლელოს განცხადება, ასეთ რამეს ამბობენ ამ პარტიაში. პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს. ლელო გააგრძელებს პოზიციონირებას როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. ეს გამოძახილია იმ შეხვედრებისა და დისკუსიისა, რომელიც მიმდინარეობს ოპოზიციის შორის. გულისხმობ აქ ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ლაპარაკის გაერთიანების შესახებ და ასე შემდეგ. ამას მარტო ერთი რაღაც უშუალო საჯაროობა. იმიტომ რომ ეხლა დარწმუნება თქვენს ბევრი ჭორი იცით ახლა კულუარებში მეც და უბრალოდ ამ ჭორობას ხوار დავიწყებთ. ანუ ეს პრობლემა არის რომ ამორჩეული ვერ ხედავს სრულ სურათს. ენდა ვერ ხედავს რაზე თანხმდებიან და რაზე ვერ თანხმდებიან. რა არგუმენტები აქვთ ხარებს და რა ერთი განცხადება საჯაროს გააკეთებულა, მეორე რა ხდება როცა ერთად საუბრობენ. ხო და აი ეს უნდა დაინახოს სამორჩეულოდ ჩემი. როცა ჩვენ საუბრობთ რომ რა ვიცი რუსული რეჟიმი და ქვეყანა იკარგება და შემდეგ რა დროს დახურული კარების დრო არის. რა დროს დამალვა ამორჩეულს, რა უნდა დამალვა ისეთი რაც სუსი ვერ გაიგებს. ხო და ერთ-ერთი რასაც უმალავენ ეს პარტიები არის ამორჩეულს უმალავენ რაღაცას. და მე სულ ამას ვამბობ რომ ჩვეულებრივად ოთახში უნდა შევიკრიბოთ, ჩავთოთ ლაივი ან ჟურნალისტები დაპატიჟოთ თვითონ იზავენ ამ ყველაფერს და იქ დაიწყო დისკუსია.
მაშინ ყველაფერი გამოჩნდება. იმიტომ რომ ეხლა ძალიან რთულია გაამტყუნო ლელო, ან პირიქით ხარი დაუჭირო, იმიტომ რომ ეხლა მე რაღაც შეიძლება ვიცოდე, მაგრამ სინამდვილეში ეს ხო უბრალოდ მიდგომა არასწორი ზოგადად. ამიტომ თუ ერთობას რამე ღირებულება აქვს, მაშინ მოდით ვაჩვენოთ ამ მორჩილს, რომ ეს ღირებულება არის. ეს არგუმენტები ღიად დავდოთ ერთმანეთთან დისკუსიაში, იმიტომ რომ ასე ხო არ შეიძლება რომ, რა ვიცი, ხუთი პარტია ამოწ ერთობა გვინდაო, ერთს ეხვეწებოდე, მოდი შემოდიოდი, ის არ ერთიანდება. ვიღაცა ესე იგი ან ცდება, ან მოღალატეა, ან რაღაც ხდება, ხო, მაგრამ გავარჩიოთ ეს ამბავი საჯაროდ და ამიტომ ზოგადად აი საჯარო დისკუსიები, დებატები ოპოზიციურ ფლანგზე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. და აი ხა ხოცები თუ აკეთებენ დებატებს, რა გახდა ოპოზიციურ მხარეს დებატები მოვაწყოთ. მეტყვით ასეთ მნიშვნელოვან თემას. აი დარწმუნებული ვარ ეს პოლიტიკოსები რო შეიკრიბნენ, აი ამ თუ სტუდიაში დასხდნენ 5-6 ადამიანი, დაიწყო მოლაპარაკება, რეკორდი გექნებათ რეიტინგის და სანამ ამას არ იზამენ, მე მგონი არანაირი ერთობა მაგათგან არ გამოვა, თუ გამოვა ისე დაიშლება როგორც ბევრი სხვა ერთობა დაშლა. აი თქვენ ახსენეთ დებატები და თქვენი პოლიტიკური პარტიაც მონაწილეობს იმ დებატებში, რომელიც მიმდინარეობს სამთავრობო არხზე, ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ზე არის ლაპარაკი, თქვენ რამდენიმე თქვათ გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა, აი რა აჩვენა ამ დებატებმა, ხომ არ ფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა ეს პროექტი საერთოდ შეწყდეს, ისე მიმდინარეობს თქვათ დისკუსია, მოვლენები უშუალოდ ამ გადაცემაში. ზოგადად მე არ მინდა რომ შეწყდეს, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან მომწონს რომ დებატები საერთოდ იმართება, მაგრამ ბუნებრივია ახლა თუ ასე გაგრძელდა, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ქართული ოცნების ამორჩეველი ხედავს განსხვავებულ აზრს. ცუდად, კარგად, მაგრამ რამდენიმე ადამიანი როცა თავისებურად კონტრარგუმენტებს აძლევენ მithumეს სიტუაციაში, როცა თითქმის ყოველთვის საპასუხო არაფერი არ აქვს ხელისუფლებას, ეს რაღაც დიდხანს ვერ გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში მე მაწყობს რომ ეგრძელდებოდეს რაც შეიძლება დიდხანს და ამიტომ თუმცა აი ამ დინამიკამ რა აჩვენა თქვენ როგორ ჯერ მე მგონი ნაადრევია ეს დინამიკა, ეხლა მე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენთვის პარტიისთვის ეს რაღაც ძალიან დიდი ეფექტი იქონდა, თუ ეს სოციალ მედიაში რომ ნახოთ ეფექტზე, უზარმაზარი ეფექტი იქონდა ამ კუთხით, მაგრამ მაინც ეხლა არჩევნებამდე შორია და ღმერთმა იცის კიდე რა მოხდება და ასე რომ 2-3 დებატებისგან არაფერი არ შეიძლება მაინც რადიკალურად, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ამდენ ხანს გაგრძელდება ეს და კარგი იქნება რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს, იმიტომ რომ აი იქ სადაც ერთზე მეტი ოპოზიციონერი იყო, უფრო ხარისხიანი გამოდიოდა ნებისმიერ შემთხვევაში დისკუსია. და როცა მაგალითად მარტო ვიყავი, ამ შემთხვევაში რაღაცნაირად ის არის. შეიძლება მე რაღაცად უკეთესად მოვიქცენ უარესად, მაგრამ მაინც ნაკლებად დამაჯერებელია, ვიდრე როცა 2-3-4 ადამიანი ამბობს და აი ამ გადაცემაში ხელშეუხებელი შემჩნეული მაქვს, რომ ხშირად რაღაცნაირად კონკრეტული მესიჯ ბოქსებით, გზავნილებით მოდიან იქ ის ადამიანები, რომლებიც აღვივებენ აი ანტიევროპულ, ანტიამერიკულ გზავნილებს, აი შთაბეჭდილება თქვენ შეგექმნათ თუ არა და რა არის ამის მიზეზი? იცით როგორ ეს დაახლოებით დაწყობილი არის ქართული ოცნება და ეს პარტიები რომელიც სატელიტებს ეძახიან, მათ ყოველ ფუნქცია აქვს, რომ რაღაც მესიჯი გააჟღერონ და მე ამით ტესტავენ საზოგადოებრივ აზრს. და თუ საზოგადოებრივ აზრში ეს ნეიტრალიტეტი ან რაღაც ესეთი უაზრობები არ დამკვიდრდება, ესე იგი ეს პარტიებიც რაღაც მომენტში გაქრებიან. ამიტომ მე ამას რაღაც განსაკუთრებულ ტრაგედიას ვერ ვხედავ, რომ ასენიას იქცევიან. ეს მე მგონი ზუსტად ჩვენი ამოცანაა ოპოზიციონერების, რომ ამ აზრებს, ამ პოზიციას დაუპირისპირდეთ და ხალხის თავში თუ გულში მოუგოთ ამ რაღაც მავნე იდეებს და არ გავექცეთ. პირიქით უნდა ვედებატოთ, რაც უფრო მეც ვედებატებით. სიმართლე ხო ჩვენ ხარეს არის. ჩვენ ხო გჯერა კონკრეტულად რომ ჩვენ ხარეს არის სიმართლე. ესე იგი დისკუსიას არაფერი არ შეუჩლის ხელს და საბოლოო ჯამში შეიძლება ერთი დებატი ასეთი იყოს, მეორე ესეთი იყოს, ვიღაც კმაყოფილი იყოს, ვიღაც არა, მაგრამ გრძელვადიანად ჩვენ საბოლოო ჯამში მოვიგებთ. მადლობა სანდრო სტუდიაში მოგზაურობისთვის. გირჩის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.